გამარჯობა. პირველ რიგში დამიდასტუროთ ჩატში ხმად თუ გესმით კარგად, შემდგომ გავაგრძელოთ, უკვე დავიწყოთ ჩვენი ვებინარი. კარგად ისმის ბატონი გიორგი. დიდი მადლობა. მოკლედ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კიდევ მადლობა, რომ ტრადიციულად უკვე ესწრებით ჩვენს ვებინარებს. ინტელეკომ ჯგუფის მიერ შემოთავაზებულს ტრადიციულად ძირითად შემთხვევაში ეს არის ხუთშაბათ დღეს ორ კვირაში ერთხელ 4 საათზე. სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ. ამ ეტაპზე გვაქვს ქსელის მიმართულება, კონკრეტულად კი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები. პირველი ვებინარი არის ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებთან მიმართებაში და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც ალბათ უფრო კიდევ სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ. დღეს უფრო რაღაც ზოგად საკითხებს შევეხებით ამ მიმართულებით. ძალიან კარგი იქნება თქვენგანაც რაღაც ეგრეთ წოდებული ფიდბექები, ანუ რა საკითხები გაინტერესებს, არა მარტო ოპტიკური ქსელის მიმართულებით, ასევე ენერგოუზრუნველყოფის მიმართულებით, ქსელების მიმართულებით, რომ გავითვალისწინებთ მომავალშიც, რომ იგი საკითხები უფრო აქტიურად ასე ვთქვათ, განვიხილოთ. ჩატში რაც შეეხება ჩატს, ჯობია ყოველთვის გქონდეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ გათამაშების დროსაც ეს აუცილებელი არის, რომ თქვენ პასუხებს ხედავდნენ სხვა მონაწილეების და დამსწრეების ვებინარის, ამიტომ ჩატი გადაიყვანეთ ეგრეთ წოდებულ everyone რეჟიმში, რომ ყველამ დაინახოს. ვებინარის იქნება პირველი ნაწილი ტრადიციულად მცირე პრეზენტაციის ფორმატში, შემდგომ გვექნება კითხვა-პასუხი და ბოლოს, რა თქმა უნდა, გათამაშება ძალიან საინტერესო ნივთს გავათამაშებთ, რომელიც ოპტიკური ქსელის ინჟინერებისთვის და ვინც აქ შეხება, ისე ვთქვათ, საჭირო და აუცილებელი ნივთი. კარგი, დავიწყოთ მაშინ უკვე ვებინარი. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი დღეს რო ძალიან ასეთი მნიშვნელოვანი არის ყველას მოგვეხსენება. თუმცა ძალიან დიდი ისტორია არ აქვს ამ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს. სულ შეიძლება ითქვას, დაახლოებით 4-10 წლეული არის, რაც ესეთი აქტიურად დაიწყო მისი განვითარება და გამოყენება. თუმცა საფუძვლები, პრინციპები, რაზეც დაეფუძნა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, ჯერ კიდევ 1621 წელს ძალიან ცნობილმა ნიდერლანდელმა მათემატიკოსმა, ასტრონომმა და ასე შემდეგ ძალიან ცნობილმა მეცნიერმა ვილბრედ სლენიუსმა შეიმუშავა. ეს იყო ოპტიკური სინათლის გარდატეხის მოკლედ შესახებ ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა 1621 წელს, თუმცა მისი სიცოცხლეში ამას არ ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება, როგორც ხდება ხოლმე ხშირად და მისი გარდაცვალების შემდგომ უფრო მეტად ყურადღება დაეთმო ამ საკითხს, რომელიც შემდგომ უკვე ფაქტობრივად გახდა საფუძველი და ამას ვნახავთ თუ რატომ და როგორ. ეს მეცნიერი არა მარტო ოპტიკური მიმართულებით იყო ცნობილი, მათ შორის მაგალითად დედამიწის გარშემოწერილობის გაზომვის მეთოდოლოგია შეიმუშავა და დახვეწა, ასევე პირი-ცხვის გამოთვლის უფრო ზუსტი მეთოდოლოგია შეიმუშავა. მოკლედ, საკმაოდ ესეთი მრავალმხრივ განათლებული და ცნობილი მეცნიერი იყო, რომლის ნაშრომებმა ძალიან დიდი როლი შეიტანა, ასე ვთქვათ, ოპტიკის განვითარებაში. ხო, ეს მის მიერ შემუშავებული ეს ნაშრომი ცნობილია როგორც სნელის კანონი, დღეს უკვე, რომელიც მთელი ეს ნაშრომი მოიცავს ანუ სინათლის გავრცელებას და გარდატეხვას, როდესაც სინათლე ერთი გარემოდან გადადის მეორე გარემოში. მოგვეხსენება, რომ სინათლის სიჩქარე ვაკუუმში არის 300,000 კილომეტრი წამში და ფაქტობრივად თითქმის იგივე, ესე ვთვლით, რომ ჰაერშიც იგივე არის ეს სინათლე. წყალში არის 225,000 კილომეტრი წამში, წყალში სიჩქარე და მინაში არის 200,000 კილომეტრი წამში. ანუ რაც უფრო მკვრივი არის სხეული, სინათლე იქ უფრო ნელა ვრცელდება. სნელიუსმა ასევე შეიმუშავა, ესე ვთქვათ, მის ნაშრომში არის ესეთი ტერმინი, გარდატეხის მაჩვენებელი ქვია. ანუ, როდესაც ერთი გარემოდან სინათლე გადადის მეორე გარემოში, და ეს ეგრეთ წოდებული კოეფიციენტით გამოისახება, მაგალითად ვაკუუმისთვის არის 1, იმიტომ რომ
შესაბამისად ჰაერთან მიმართებაში ითვლება ეს კოეფიციენტი, ვაკუუმთან მიმართებაში უბრალოდ წყლისთვის ეს არის 1.33, ანუ 300.000 რო გავყოთ 225.000, ეს არის 1.33 და რაც შეეხება მინაში, მინისთვის ეს კოეფიციენტი არის 1.5. ანუ 300.000 დაყოფილი 200.000-ზე, ხო? და სნელის კანონი გამოისახება შემდეგნაირად, ანუ n1, ანუ ეს კოეფიციენტი, ანუ პირველი გარემოდან გამავალი გარემოდან მიმავალი კოეფიციენტი, ეს არის ამ შემთხვევაში მაგალითად ჰაერის და წყლის მაგალითზე განვიხილოთ, ყველაზე უფრო ისეთი მაგალითია ცხოვრებისეული შეიძლება ითქვას, 1.3 გამოდის სინუს თეტა, ანუ ეს არის სინუს ის გრადუსი, რომელიც რა კუთხითაც ეცემა სინათლის სხივი პირველ გარემოში, ანუ ყოველთვის კუთხე ითვლება ვერტიკალური ღერძის მიმართ, ანუ სურათს დააკვირდებით, ეს არის წვეტილი ხაზი, სადაც არის არა გარემოს ზედაპირის მიმართ, არამედ ვერტიკალური ღერძის მიმართ. და n2 არის უკვე მეორე გარემოში გამავალი მეორე გარემოს კოეფიციენტი, და ამ შემთხვევაში რადგან ჰაერზე გვაქვს საუბარი, ეს იქნება 1 და სინუს θ2 უკვე ის გრადუსი, რა გრადუსითაც უკვე შემდგომ გარემოში გავრცელდება სინათლე და ამ შემთხვევაში შეიცვლის აუცილებლად, რადგან ერთი გარემოდან გადადის მეორე გარემოში, ყოველთვის შეიცვლის გავრცელების კუთხეს სინათლე. და აღმოჩნდა, რომ თუ ამ ფორმულას გამოვიყენებთ და დავთვლით, ეგრეთ წოდებული დაცემის კრიტიკული კუთხე არის არსებობს ესეთი ტერმინი, ეს არის გრადუსის ის მონაცემი, როდესაც სინათლე მეორე გარემოში უკვე აღარ გავრცელდება და მოხდება ფაქტობრივად მის ზედაპირზე გავრცელება, ანუ აირეკლება. ეს არის წყლის შემთხვევაში, წყლის და ჰაერის შემთხვევაში, ეს არის 58.75 გრადუსი და ხშირად ამოვიღე რომ 59 გრადუსი. ანუ თუ კუთხე 59 გრადუსზე მეტი იქნა, თუ ნაკლები იქნა, მოდით ესე ვთქვათ, 59 გრადუსზე წყლიდან, როდესაც ხდება სინათლის გავრცელება, ანუ უფრო მკვრივი გარემოდან, სინათლე ყოველთვის გავა მეორე გარემოში, ანუ ჰაერში. თუ უფრო მეტი იქნა, ის უკვე 59 გრადუსს თუ იქნება აირეკლება და წყლის ზედაპირზე გავრცელდება, ხოლო თუ უკვე უფრო მეტი იქნა 59 გრადუსზე, მოხდება მისი ეგრეთ წოდებული სრული არეკლა და გავრცელდება უკვე იმავე გარემოში რა. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, უფრო შემდგომ ეს ოპტიკური ბოჭკოვანი ქსელის სინათლის გავრცელება ზუსტად ამაზე არის, ამ ყველაფერზე არის დამოკიდებული. ანუ სრული არეკლა უკვე ხდება, როდესაც გადალახავს ამ კრიტიკული კუთხეზე უფრო მეტი გვექნება. ეს კანონი მოქმედებს, როდესაც როდესაც უფრო მკვრივი გარემოდან ხდება სინათლის გავრცელება უფრო ნაკლებად მკვრივ გარემოში, ამ შემთხვევაში წყლის და ჰაერის შემთხვევაში, თუ პირიქით ხდება მაგალითად უფრო ნაკლებად მკვრივ გარემოდან უფრო ისეთ მკვრივ გარემოში, ამ შემთხვევაში ჰაერიდან რომ მოხდეს წყალში, მაშინ ყოველთვის სინათლე სრულად მოხდება, ნაწილი აირეკლება, მაგრამ ზედმეტ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ გავრცელება მოხდება უფრო მკვრივ გარემოში და ამის მაგალითია, როდესაც ჰაერიდან პირდაპირ წყალში ხდება სინათლის გავრცელება. შეიძლება დაკვირვებული ხართ, როდესაც წყლის ქვეშ ვიმყოფებით და ზემოთ ვიყურებით, ამ შემთხვევაში სრულად რა თქმა უნდა ვერ ვხედავთ ირგვლივ, აი ეგრეთ წოდებული ასეთი ტერმინი არსებობს ვიდეო კამერებთან, ვისაც გაქვთ შეხება, კიდე უფრო გეცოდნებათ fisheye, ხედავთ თევზის თვალის გამოსახულება, როგორც თევზი ხედავს დაახლოებით გამოსახულებას, ადამიანის წყლიდან ესე ხდება, ესე ხედავს გარემოს. ეს ზუსტად ამ სნელის კანონის მიხედვით არის აღწერილი, ეგრეთ წოდებული სნელის ფანჯარას ეწოდება, ეძახიან, იმიტომ რომ როდესაც ანუ უფრო ნაკლები მკვრივად გარემოდან ხდება სინათლის გავრცელება მკვრივ გარემოში, სინათლე მიისწრაფის ეგრეთ წოდებული ვერტიკალური გარდატეხის კუთხე მიისწრაფს ეგრეთ წოდებული ვერტიკალური ღერძის მიმართ. და აი ეს ეგრეთ წოდებული ძაბრის ფორმა, რომელიც სურათზე არის მარცხენა მხარეს არის გამოსახული, მისი კუთხე არის 97 გრადუსი დაახლოებით, ეს არის აი წინაზე რაც ვახსენეთ, კრიტიკული გარდატეხის კოეფიციენტი 48.75 გრადუსი, მისი ორმაგი, ანუ ესეთი ძაბრის ფორმა და ირგვლივ ხედავთ ჩვენ ამ დიაპაზონში ხედავთ გამოსახულებას ზემოთ და დანარჩენი უკვე არის შედარებით უფრო
ბუნდოვანი და მარჯვენა მხარეს რაც არის სურათი, ეს მეტნაკლებად რეალობასთან მიახლოებული სურათია. ასე რომ შეგიძლიათ მსგავსი დაკვირვება აწარმოოთ, როდესაც წლის ქვეშ იქნებით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეგრეთ წოდებული აკვალანგი და ესე შემდგომ დაივინგის მოყვარულები თუ ბრძანდებით ესეთი აღმოჩენები. მოკლედ, სნელის ეს კანონი არის საფუძველი, როგორც ვთქვი, ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელისთვის და სანამ ეს საბოლოო ჯამში მივიდოდნენ ამ მეთოდოლოგიასთან, თუ როგორ გამოიყენებიათ ეს ყველაფერი, 1950 წელს ჯერ კიდევ მინის ბოჭკოს განვითარება დაიწყო საკმაოდ აქტიურად და იყო ესეთი მცდელობა, რომ მინის ბოჭკოში გაეტარებიათ სინათლე და განსაკუთრებით ამ მეთოდს იყენებდნენ, სჭირდებოდათ ესე თქვა და პოპულარობა გამოიწვია მედიცინაში, ენდოსკოპებში და ასე შემდგომ, დღესაც იყენებენ ხო სხვადასხვა ორგანოების კვლევისთვის, რომ აი დღეს უკვე ვიდეო გადაღებასაც აწარმოებენ და ასე შემდგომ, ამ მეთოდში და მინაში გაატარეს სინათლე, რომ შემდგომ ყოფილიყო ანუ სინათლის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოს ამ წყაროდან მიიღოთ მეორე ბოლოში განათება და ეს მეთოდოლოგია შეიქმნა სადაც 1950-იან წლებში. ამის მერე მოხდა ლაზერის გამოგონება, ჯერ 60-იან წლებში გამოიგონეს პირველი ლაზერი ამერიკელ მეცნიერებმა და შემდგომ მეცნიერებთა ჯგუფმა უკვე 1962 წელს შეიქმნა ნახევარგამტარული ლაზერი და ამ პერიოდში იწყება ნახევარგამტარული ტექნოლოგიების და სხვადასხვა განვითარება ნახევარგამტარული ელექტრონიკის და ასე შემდგომ და მას მოყვა ფაქტობრივად ესე თქვათ ბუნებრივადაც შეიძლება ითქვას რომ შეიქმნა პირველი ნახევარგამტარული ლაზერი. ამან უკვე გააჩინა იმის საფუძველი რომ ხომაც შეიძლება რომ ზუსტად აი ამ ბოჭკოში რომელიც 50-იან წლებში ძირითადად სინათლის გასავრცელებლად გადასაცემად გამოიყენებოდა, ხომაც შეიძლება უკვე ინფორმაცია გადავცეთ, ამიტომ რომ უკვე არსებობს ლაზერი და ამ ლაზერული შუქის გამოყენებით, ლაზერი არის ერთგვარად კონცენტრირებული სინათლის წყარო დეტალებში ვარ შევიდეთ ძალიან და როგორ მუშაობს ასე შემდგომ, კონცენტრირებული სინათლის წყარო, რომელიც ძალიან ვიწრო ფაქტობრივად ერთ სიხშირულ დიაპაზონში მუშაობს. დაიწყო სხვადასხვა ექსპერიმენტები და ესე ვთქვათ, ჰონკონგელი მეცნიერი, ბრიტანეთში მოღვაწე, ჩარლზ პაუმ დაადგინა, რომ კი შესაძლებელია, რომ ჩვენს მინაბოჭკოში გავატაროთ სხივი, ინფორმაცია გადავცეთ, თუმცა მანამდე არსებული მეთოდოლოგიაში ფაქტობრივად რაღაც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, მიზეზი იყო ის, რომ ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ და ზუსტად ჩარლზ პაუმმა თქვა, რომ ფაქტობრივად ნაშრომის დონეზე დაამტკიცა ჯერ და მე უკვე ექსპერიმენტალურად, რომ მიზეზი არა ტექნოლოგიური შეუსაბამობა არის ამ ყველაფრის, უბრალოდ არის მინის სისუფთავე. და თქვა, რომ თუ გვექნება სუფთა მინა, ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან მაღალი სიჩქარის ინფორმაცია გადავცეთ მინა ბოჭკოში. ეს ნაშრომი გამოქვეყნდა 66 წელს და უკვე 1970 წელს ამერიკული კომპანია კორნინგი, ალბათ თქვენსაც ძალიან ცნობილი არის ეს ბრენდი, თუ სოფლიოს დღესაც კი სოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი არის განსაკუთრებით ოპტიკური ხელსაწყოების და სხვადასხვა მიმართულებით. მან შეიქმნა პირველი დანაკარგიანი ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელი, უკვე ესე ვთქვათ, რომელშიც შეიძლება ინფორმაციის გატარება. კორნინგი დღესაც ესეთი ოპტიკური ბოჭკოს მიმართულებით საკმაოდ ისეთი მსხვილი და მწარმოებელი არის და მათ შორის ყველასათვის ცნობილი განსაკუთრებით ესეთი გორილა გლასი, რომელიც გამოიყენება მობილურ ტელეფონებში და სხვადასხვა ნოუთბუქები იქნება ტელევიზორები დამცავი ეკრანების დამცავ მოწყობილობებისთვის, რომელიც ფაქტობრივად არის ისეთი არიხაზება, არიხაჩნება, რავი, სხვადასხვა ტექნოლოგიები შეიძლება გამოვიყენოთ. ზუსტად კორნინგის ტექნოლოგია არის და ის არის ფაქტობრივად ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი ზუსტად ამ მობილური ტელეფონებისთვის განსაკუთრებით ამ სფეროში და მოკლედ კორნინგი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელი აწარმოა, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი დანაკარგი, ძალიან მცირე დანაკარგი. და პირველი პროექტი უკვე ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის გამოყენებით 1967 წელს განხორციელდა ჩიკაგოში. 45 მეგაბიტი სიჩქარის ინფორმაცია გადასცეს კილომეტრსა და 600 მეტრში, ანუ 1.6 კილომეტრში და ალბათ წარმოგიდგენიათ იმ დროისთვის ეს სიჩქარე 45 მეგაბიტი წამში რა ამხელა სიჩქარე იყო
და მოკლედ ამის მერე დაიწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის განვითარება. ეხლა უშუალოდ ოპტიკურ ხო, ეს არის სურათი, რუკა შეიძლება ითქვას მსოფლიოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის. აქ მოცემულია მხოლოდ წყალქვეშა კაბელები, ორი ვებგვერდი არის მითითებული, რომ შეგიძლიათ თავისუფალ დროს ამ ვებგვერდებს გადახედოთ და ნახოთ ყველა ნებისმიერ კაბელზე თაქლიქებით ნახავთ, რომ ამ კაბელის ინფორმაციას, მისი მფლობელი, გამტარობა და ასე შემდეგ ტექნიკური პარამეტრი ძალიან საინტერესო საიტები არის და თუ ისეთი ამ მიმართულებით ზოგადად გაქვთ შეხება და გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ესეთი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ ყველაფრის მერე და ამ სურათზე ჩანს ოპტიკურ ბოჭკოვანს რამდენად დიდი ისა თქვა დანიშნულება და საჭიროება აქვს დღეს და რამდენად დამოკიდებული ვართ დღეს ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომ ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი ფაქტობრივად შეუცვლელი არის და შესაბამისად არა მარტო ზღვაში და ოკეანეებში, არამედ თქვა ხმელეთზეც ყოველდღიურობაში ხედავთ, რომ რამდენად არის მნიშვნელოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ძირითად შემთხვევაში ტექნოლოგიური თვალსაზრისით ფაქტობრივად ის რაც შეიმუშავეს სადღაც 70-იან წლებიდან დაიწყო, უბრალოდ იხვეწება, ვთქვათ, ხარისხი, თუმცა ტექნოლოგიურად პრინციპი დიდად რა თქმა უნდა არ შეცვლილა. და როგორ მუშაობს თვითონ უშუალოდ ბოჭკოში ეს ყველაფერი, აქ ზუსტად აქაც არის გამოყენებული ეგრეთ წოდებული სნელის მეთოდოლოგია და სნელის მიერ შედგენილი და შემუშავებული ნაშრომის მიხედვით დაფუძნებული. ჩვენ გვაქვს მინა ბოჭკო, რომელიც არის შედგება ორი შრისგან, არის ეგრეთ წოდებული გული და გარსი. და ზუსტად აი აქ რო სინათლე გავრცელდეს ისე რომ არ გადავიდეს მეორე გარემოში, და ამ სნელის მეთოდით არის გაკეთებული. გული არის უფრო მკვრივი, ანუ შევადაროთ წყალს, რომელიც იყო განვიხილეთ მაგალითად, ეს არის უფრო მკვრივი, ხოლო გარსი არის უფრო ნაკლებად მკვრივი მინისგან დამზადებული და ანუ ამას აღწევენ მინარევებით, სხვადასხვა მინარევებით. მათ შორის არის ერთ-ერთი ესეთი მინარევი გერმანიუმი, რომელსაც იყენებენ, რომ ამ ორ შორის შექმნან ეს ზუსტად გარდატეხის მაჩვენებელი იყოს განსხვავებული. გულის გადატრეხის მაჩვენებელი არის დაახლოებით 1.46-დან 1.48-მდე და გარსის 1.44-დან 1.46-მდე. ძალიან მცირე სხვაობა არის, მათ შორის 1-დან 3%-მდე არის სხვაობა. და დაცემის კუთხე, რაც შეეხება კრიტიკული დაცემის კუთხე, როდესაც სხივი არ გავრცელდება უკვე მეორე გარემოში, ეს არის წყლის შემთხვევაში თუ იყო ეს 59 გრადუსი დაახლოებით, მინა ბოჭკოვანში არის ეს ერთმოდიან კაბელებში არის 82-დან 85 გრადუსამდე და მრავალმოდიანში ეს არის 70-დან 80 გრადუსამდე. ანუ ამაზე მეტი კუთხე თუ დაეცა სხივი, მაშინ გავა მეორე ზედაპირზე, ანუ გარში გავა, ხო? ეს რო ესე არ მოხდეს, ამას უზრუნველყოფს ზუსტად ის ტრანსიმერები, გადამცემი ამ SFP მოდულები შეიძლება ამ სხვადასხვა, რომელიც ზუსტად აი ამ სხივის მიმართულებას, საწყის მიმართულებას აფორმირებს და ზუსტად მასზე არის დამოკიდებული ის რომ სხივი არ გავიდეს მეორე შემდგომში გარემოში. ამ შემთხვევაში გარში არ გავიდეს. და ზუსტად ამიტომაც არის თუ გქონიათ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებთან შეხება, რომ კაბელის მოხრაზეც არის დამოკიდებული, თუ რაღაც დაშლაშვებ ნორმაზე მეტად მოხრით კაბელს, იმ ადგილში უკვე ირღვევა ზუსტად ეს პრინციპი და ეს კუთხე დაირღვევა და კავშირი მინიმუმ შემთხვევაში შენელდება, იმიტომ რომ ნაწილი ინფორმაცია სხივის დაიკარგება და გავა გარში და ნაწილი გავრცელდება. ან შეიძლება სრულადაც გავიდეს გააჩნია მოხრის კუთხე როგორი არის. განსაკუთრებით ეს ჩანს ვიზუალიზაციას, ანუ როდესაც ადამიანის თვალისთვის ხილულ სინათლეს ვატარებთ და კაბელს უცოხრით, ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანს ვიზუალურადაც ეს ყველაფერი. მოკლედ ეს კაბელი, ეს მინა ბოჭკოვანი დამზადებული როგორც ორი გარსისგან და ანუ ეს ყველაფერი დაცული არის, აი ეს კოეფიციენტები, რომ უზრუნველყოს სინათლის გავრცელება, სხივის გავრცელება ისე შიდა გულში, რომ არ გავიდეს გარემოში, ანუ ზუსტად ამ სნელის კანონის საფუძველზე. თვითონ რაც შეეხება მინა ბოჭკოს ტიპებს და ზომებს, სანამ აქამდე ვისაუბრეთ, ანუ რა უპირატესობა აქვს ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელს, მანამდე არსებობდა, ანუ რატო გაჩნდა ამის საჭიროება, საერთოდ ჯერ კიდევ 60-იან წლებში რატო დაიწყეს ამაზე ფიქრი. ანუ მაშინ ძირითადად გამოიყენება და სპილენძის გადამცემი ხაზები,
და მაგალითად 1 კილომეტრზე სპილენძის ორწვერიანი სადენი რო ავიღოთ სატელეფონო სადენი, რომელიც გამოიყენებოდა ძირითადად იმ შემთხვევაში კომუნიკაციისთვის, 1 კილომეტრზე მისი დანაკარგი იყო დაახლოებით 500 დეციბელი, როდესაც დღეს მინაბოჭკოს დანაკარგი არის 1 კილომეტრზე და 0.2 დეციბელი. ანუ ძალიან დიდი სხვაობა არის ინფორმაციის გადაცემაში. ანუ მინიმალური დანაკარგი გვაქვს სპილენძის სადენთან შედარებით მინაბოჭკოში. მეორე იყო გატარების ფართეზოლი, ანუ ჩვენ შეგვეძლო ბევრად დიდი ინფორმაცია გავატაროთ მინაბოჭკოვანში, ანუ დიდი სიხშირული დიაპაზონი იქნება ეს ასე შემდგომ, ვიდრე სპილენძის სადენში. ელექტრომაგნიტური ინტერფერენციისგან დაცვა და მედეგობა აქვს, მინაბოჭკო არის დიელექტრიკული მინა და მასზე ზემოქმედება, გარე ელექტრომაგნიტური ზემოქმედება ფაქტობრივად კი არა და არ ხდება. მაშინ, როდესაც სპილენძის სადენზე მის გვერდზე არსებული ან უფრო მძლავრი გამოსხივება შეიძლება მოახდინოს საკმაოდ დიდი ზემოქმედება და ინფორმაციის დაკარგვა ან დამახინჯება. დენის იმპულსებისგან დაცვა, როგორც არის მაგალითად, თუნდაც სხვადასხვა მოწყობილობის მიერ წარმოქმნილი ელექტროსტატიკური მუხტები ან ჭექა-ქუხილის მეფხის და ასე შემდგომ, ისის გავლენები მინაბოჭკოშიც არ ხდება, მაშინ, როდესაც სპილენძის სადენში ეს იყო კრიტიკული და საკმაოდ დიდ ხელშეშლებს წარმოადგენდა. ინფორმაციის უსაფრთხოება, ალბათ ყოველ შემთხვევაში მინიმუმ დონეზე მაინც გვაქვს ინფორმაცია, ეს ყველაზე მარტივი მაგალითი, რომ ანალოგური ტელეფონები, როდესაც იყო სპილენძის სადენი, შეიძლება დაპარალელება მოგვეხდინა და მაგალითად მოგვესმინა ინფორმაცია, ხო, ეს ყველაზე ესეთი მარტივი და ესეთი მეთოდი უსაფრთხოების დონის და ასევე სხვადასხვა, ამიტომ რომ სპილენძის სადენში არის ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც შეგვიძლია რაღაც დოზით მასზე მოვახდინოთ ზემოქმედება, თუნდაც მივიღოთ ინფორმაცია, დაშიფვრის მეთოდოლოგიები და ისინი არსებობს, თუმცა გააჩნია რას ვიყენებთ, ხო? ანუ უსაფრთხოების დონე საკმაოდ მაღალი აქვს მინაბოჭკოს. გარემოსადმი გაზრდილი მედეგობა, ეს იყო მაგალითად კოროზია ახასიათებდა სპილენძის სადენს, ტემპერატურა და მასზე ზემოქმედება უფრო მარტივად ხდებოდა და მინაბოჭკოში ეს ყველაფერი ფაქტობრივად გვაქვს დაცული და მასშტაბირება, იმიტომ რომ შემდგომი გაფართოების დროს თუ კარგ შემთხვევაში უნდა გამოგოცვალა სპილენძის სადენი უფრო მაღალი კვეთით და ასე შემდგომ, ოპტიკურ ქსელებში კიდევ შესაძლებელია რომ ჩვენ გქონდეს ოპტიკური კაბელი ისე არ შევცვალოთ და მისი გამტარობა გავზარდოთ მხოლოდ თუნდაც აქტიური ქსელების, აქტიური კომპონენტების ხარჯზე, ან თუ ამ ეტაპზე გვაქვს 100 მეგაბიტი, შეგვიძლია საჭირო შემთხვევაში ტერაბიტიც კი გავატაროთ ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელებში, რაც სპილენძის ადენებში ფაქტობრივად ეს შეუძლებელი იყო, თუნდაც ესეთი გაზრდა შემდგომი და ნუ ეხლა ის რაზეც ფართეზოლით გატარება და დიდი ინფორმაციის, რა თქმა უნდა, შედარებად კი შეუძლებელი არის. თვითონ რაც შეეხება ოპტიკური ბოჭკოს აგებულებას, ვთქვით, რომ ორი ბოჭკოსგან თვითონ ბოჭკო შედგება მინის ორი ნაწილისგან, ეს არის ოპტიკური გული და ოპტიკური გარსი, რომელიც ესე უხეშად ვთქვათ ერთმანეთში არის მოთავსებული. მისი დიამეტრი არის დაახლოებით წარმოვიდგინოთ თმის ღერის ზომა და მას ამ ბოჭკოს ყოველთვის აქვს გარედან დამცავი ფენა, დამცავი გარსი, რომ ეს ოპტიკური ბოჭკო არ დაზიანდეს. ძალიან თხელი ფენა აქვს, თუმცა საკმაოდ თვითონ ბოჭკოა საკმაოდ მყარი, ესე მარტივად ესე არ წყდება, ასე შეიძლება ითქვას. და შეხება თუ გქონიათ ამაში, რა თქმა უნდა, თქვენც გექნებათ გამოცდილება. საკმაოდ წვრილი ზომის არის და ნუ ერთგვარად ესეთი თქვენახან შეიძლება წარმოუდგენელიც კი არის, როგორ შეიძლება ამხელა ინფორმაცია გაატაროს ამ ყველაფერმა. თვითონ ზომებს რაც შეეხება, ერთმოდიანი კაბელის შემთხვევაში გულის დიამეტრი არის 9 მიკრომეტრი, ხოლო გარსი არის 125 მიკრომეტრი და მრავალმოდიანი კაბელის შემთხვევაში ეს არის გულის დიამეტრი არის 50 ან 62.5 მიკრომეტრი და გარსი აქაც 125 მიკრომეტრი. ანუ მიუხედავად იმისა, როგორი ტიპის კაბელი გვექნება, ერთმოდიანი თუ მრავალმოდიანი კაბელი, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ გარე დიამეტრი ყოველთვის არის ერთი და იგივე, ანუ 125 მიკრომეტრი. რომ შეიძლება ვიზუალურად ორი კაბელი გქონდეს ხელში, ორი მინაბოჭკოს, გვეკავოს ხელში და უბრალოდ ვიზუალურად ვერ გავიგოთ, იმიტომ რომ ზომებში ზუსტად ერთნაირი არის გარე დიამეტრი და შიდა დიამეტრის ნახვა კიდე მიკროსკოპის გარეშე ადამიანის თვალისთვის ცოტა რთული არის, რომ მისი დიამეტრები გავარჩიოთ, ანუ ერთმანეთს შევადაროთ. ამიტომ დავიმახსოვროთ, რომ გარე დიამეტრი ორივე ტიპის კაბელისთვის არის 125 მიკრომეტრის შეადგენს.
რაც შეეხება თვითონ ანუ ეს ერთმოდიანი კაბელი და მრავალმოდიანი კაბელი რატო არის განსხვავდება? თავდაპირველად შეიქმნა მრავალმოდიანი კაბელი და ნახეთ რომ დიამეტრი მისი არის 50 ან 62.5 მიკრომეტრი. საკმაოდ დიდი სხვაობა არის, ხო? ამ 6-7 ჯერ მეტი სხვაობა არის ერთმოდიან კაბელთან შედარებით. როდესაც ზოგადად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შეიქმნა, პირველად იყო ეს მრავალმოდიანი, იმიტომ რომ ტექნოლოგიურადაც რთული იყო ესეთი წვრილი დიამეტრის გაკეთება, როგორც არის 9 მიკრომეტრი. თუმცა შემდგომ ტექნოლოგიები დაიხვეწა და დღეს ფაქტობრივად აი უდიდეს შემთხვევაში ვიყენებთ მხოლოდ ერთმოდიან კაბელებს. ერთმოდიან კაბელში სინათლე ვრცელდება წრფივად, ანუ ერთი სხივი ვრცელდება მხოლოდ და მრავალმოდიან კაბელში თავის ტერმინოლოგიდან გამომდინარე ის არის რომ კაბელი ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებით, ან კაბელი სხივი იშლება შეიძლება ითქვას და სხვადასხვა სხივად ვრცელდება და ამიტომ არის რომ მრავალმოდიანი კაბელები გამოიყენება მხოლოდ პატარა მანძილებზე შედარებით დანაკარგი აქვს უფრო მაღალი, იმიტომ რომ ხდება ფაქტობრივად ინფორმაციის სიგნალის დანაწევრება. მაშინ როდესაც ერთმოდიანი კაბელი შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან მანძილებზე 120 კილომეტრი და ზემოთაც კი სტანდარტულად SP მოდულები დღეს უკვე 120 კილომეტრი SP მოდულები შევადოთ სტანდარტულად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ მრავალმოდიანი კაბელებს ამ ეტაპზე უფრო იყენებენ შენობის შიგნით, დატა ცენტრებში და ასე შემდეგ თუ იყენებენ, თუმცა ხშირად იყენებენ ასევე ერთმოდიან კაბელებს. მინი ილუსტრაცია ვიდეოს სახით რო ვნახოთ დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგვექნას როგორ ხდება ერთმოდიანი და მრავალმოდიანი კაბელში ინფორმაციის გავრცელება. ანუ ფაქტობრივად ერთი სხივად ხდება ერთმოდიანში და მრავალმოდიანში კიდევ ეს ხდება ინფორმაციის დაშლა და ამ შემთხვევაში ერთი ის რომ მილევა უფრო მოკლე მანძილზე ხდება ინფორმაციის შესუსტება ხდება და ამიტომ არის შეზღუდული მანძილი და მეორე ის არის რომ შესაძლოა ეს სიგნალები ერთმანეთს ხელშეშლავ გამოიწვიოს. რაც შეეხება თვითონ მრავალმოდიანი კაბელის და ერთმოდიანი კაბელების იყოფა კიდევ ქვეტიპებად, მრავალმოდიანი კაბელი ბოჭკოს შემთხვევაში გვაქვს OM1 და OM5 მოდულამდე ქვეტიპებად. OM1 არის 62.5 მიკრომეტრი გულის, რომელიც წარმოადგენს, დანარჩენები არის უკვე 50 მიკრომეტრით. ტალღის სიგრძეც განსხვავდება, ამ წყილში არის მოცემული და ასევე გადაცემის სიჩქარეების მიხედვით, მაგალითად OM1 შეგვიძლია გავატაროთ 275 მეტრზე თუ 1 მეგაბიტი გვექნება, 100 მეგაბიტ შეგვიძლია 2 კილომეტრამდე მანძილზე გადავცეთ ინფორმაცია და 10 მეგაბიტი თუ გვინდა რომ გადავცეთ ინფორმაცია მხოლოდ 33 მეგაბიტზე, 33 მეტრი, ანუ უფრო დიდ მანძილზე 10 მეგაბიტს ვერ გადავცეთ. დანარჩენი რაც შეეხება OM2 და OM3 44, ეს შედარებით უფრო მაღალ მანძილებზე, ანუ 100 მეგაბიტი ფაქტობრივად აქ არის 2 კილომეტრი ყველგან და ძირითად შემთხვევაში 2 კილომეტრზე მეტზე იშვიათ შემთხვევაში შეიძლება 3 კილომეტრზეც გამოვიყენოთ მრავალმოდიანი კაბელები და ამ როგორც ვახსენეთ, ძირითადად პატარა მანძილებზე შენობებში, დატა ცენტრებში და ასე შემდგომ დღეს გამოიყენება ეს ყველაფერი. 100 მეგაბიტის გადაცემა თუ გვინდა OM5, OM3, OM4 და OM5 სტანდარტის კაბელი უნდა ბოჭკო უნდა გამოვიყენოთ და ესიც მხოლოდ სადღაც 100-150 მეტრი არის მაქსიმალური ზღვარი. მაშინ როდესაც ერთმოდიანი ბოჭკოს შემთხვევაში ეს უკვე რამდენიმე ათეულ კილომეტრსაც აღწევს. ერთმოდიანი კაბელის შემთხვევაშიც გვაქვს ჩვენ სხვადასხვა ტიპი, ეს არის G652, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის და ის გამოიყენება საკმაოდ დაბალი დანაკარგებით გამოირჩევა და ძირითადად ოპტიმიზირებული არის 1310 და 1550 ნანომეტრზე და ასევე მეორე ყველაზე პოპულარული კაბელი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება რეალობაში, ეს არის G657, რომელიც არის უფრო მოქნილი, ანუ უფრო მეტად შეგვიძლია ეს კაბელი მოუღუნოთ და მოუხრათ და ამ ტიპის კაბელებს ვიყენებთ შენობებში, იმიტომ რომ შენობაში რაღაც კედელს მიყვება კაბელი და მოხრა უფრო მეტად გვიწევს, ასევე პაჭკორდებში, პიქტეილებში და ასე შემდგომ, სადაც უფრო მეტი
მეტი გადახრა უღუნო გვიწევს. 652 ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული არის დღეს მაგისტრალური ხაზების, ანუ ქუჩაში თუ დაინახებთ კაბელს, ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს, ძალიან დიდი ალბათობით ეს იქნება G652 სტანდარტი. რაც შეეხება ზანაც სტანდარტებს 653, 14, 15 და 16, სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, ეს უფრო დიდი მაგისტრალური კავშირებისთვის არის. მაგალითად არის G656, ეს არის DVD და CVDM ტექნოლოგიებში, სადაც უფრო ანუ სადაც ერთდროულად სხვადასხვა ტალღის სიგრძის ინფორმაციის სხივები ვრცელდება. ასევე არის 655 DVDM ტექნოლოგიაში იყენებენ. აი საზღვაო დანიშნულებაში, აი ზღვაში, სადაც დანაკარგი არის ძალიან დიდ მანძილები არის და აქ სიგნალის მილევა არის ან კრიტიკული, არის იყენებენ 654-ს მაგალითად, რომელიც ყველაზე კარგად არის ოპტიმიზირებული 555 ნანომეტრ ტალღის სიგრძეზე და ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სადენის ტიპი არის, ამ ბოჭკოს ტიპი, რომელიც საზღვაო სადენებში იყენებენ და ზუსტად გადაცემის ტალღის სიგრძე იქ არის 1550 ნანომეტრი. მოკლედ რომ გავიმეოროთ, ერთი ეს არის რომ ორი ტიპის ესე თქვა ბოჭკო არსებობს, ძირითად შემთხვევაში ეს არის multi mode და single mode. ანუ ქართულად ერთმოდიანი და მრავალმოდიანი, დამოკიდებულია სულ ბოჭკოს ტიპზე, სადაც ვრცელდება სიგნალი, როგორც ვრცელდება სიგნალი და უნდა დავიმახსოვროთ, რომ ორივე ტიპის ბოჭკო ვიზუალურად გარე დიამეტრი აქვს, ორივეს ერთნაირი და 1525 ნანომეტრს შეადგენს, ანუ ვიზუალური განსხვავება ფაქტობრივად არ არის, თუმცა პრინციპულად ტექნოლოგიურად ძალიან დიდი სხვაობები არის. როგორც მოგახსენეთ, თავდაპირველად შეიქმნა multi-mode, თუმცა დღეს უკვე ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ ფასით multi-mode შეიძლება უფრო ძვირის ყიყინდეს რაღაც შემთხვევებში, ვიდრე იმიტომ რომ წარმოება უფრო დიდი არის ერთმოდიანი სადენების და ანუ ფაქტობრივად ხშირად უკვე ხვდებით და ვიყენებთ ყველგან ერთმოდიან სადენებს. ქვეტიპები იმის მიხედვით რა გადაწყვეტა გვაქვს, იმის მიხედვით შეგვიძლია ავირჩიოთ, ანუ ძირითადად მაინც შეხვდებით 652 და 657 ტიპის სადენებს, ბოჭკოებს. რაც შეეხება მეორე კომპონენტი, რომელიც უკვე ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებში გვხვდება, ეს არის ეგრეთ წოდებული ტუბი, მილაკი ქართულად, ინგლისურად შეხვდებით ასევე დოკუმენტაციაში ლუზ ტუბი. კითხავს ბოლოსში უპასუხებ. ტუბის დანიშნულება არის, რომ ოპტიკური ბოჭკო დაიცვას, ერთგვარად მექანიკური დატვირთვა რომ შეამციროს, ანუ უშუალოდ კაბელზე თვითონ ამ ბოჭკოზე არ მოვიდეს მექანიკური დატვირთვა, ტემპერატურის ცვალებადობის კომპენსაციას ახდენს ტუბი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი კრიტიკული მომენტიც არის ზოგადად ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის დაგეგმვისას, იმიტომ რომ ის კომპონენტები, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება ოპტიკური კაბელი, პოლიეთილენი, მათ შორის ლითონი და ასე შემდგომ და მათი გაფართოების კოეფიციენტი ტემპერატურის მიმართ არის სხვა და მინა ბოჭკოს გაფართოების კოეფიციენტი არის სხვა. როგორც წესი, მინა ბოჭკოს აქვს ძალიან მცირე გაფართოების კოეფიციენტი, ანუ ტემპერატურაზე მისი გაფართოება და შეკუმშვა ფაქტობრივად არ ხდება ძალიან მცირე. მაშინ, როდესაც სხვა კომპონენტები, როგორც არის პოლიეთილენი და ლითონი, მეტად ფართოვდება და ან იკუმშება ტემპერატურის ცვალებადობასთან მიმართებაში და ზუსტად აი ეგრეთ წოდებული ჩახვევები, რომელიც ალბათ შემდგომ დღეს უბრალოდ ამ ვებინარზე ვერ მოვასწრებთ ამ დეტალების განხილვას, თუმცა ის პერიოდული და რაღაც კონკრეტულ მანძილებში და კონკრეტული ზომით ჩახვევები არის მნიშვნელოვანი, სადაც ზუსტად აი ეს ტუბი უზრუნველყოფს, ტუბის დიამეტრზეც არის დამოკიდებული, რომ მინა ბოჭკომ აი ეს გაფართოების კომპენსაცია მოახდინოს, ხო? ძალიან უხეშად და ის მარტივად რო გითხრათ, გაფართოების შემთხვევაში მინა ბოჭკო ტუბის კედლებზე იმაშება, რა ქვია, ეკრობა და სიცივეში და შეკუმშვის შემთხვევაში პირიქით შიდა კედლებზე შემოდის. მოკლედ, ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული კომპენსაცია და ამ ტუბს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე ტენისგან დაცვა არის, ტუბში მოთავსებული არის ჟელე თითქმის ყოველთვის და ეს ერთგვარად ასევე ტენისგან დაცვას უზრუნველყოფს, ანუ წყლის შეღწევადობისგანაც იცავს კაბელს და ორგანიზებისთვის გამოიყენება, როდესაც მაგალითად საკმაოდ ისეთი დიდ ქსელს ვაწყობთ,
სხვადასხვა ტუბების ორგანიზება უფრო ადვილი არის, თუნდაც ნუმერაცია, დოკუმენტაციის შედგენა და ასე შემდგომ. ისევე როგორც ოპტიკურ ბოჭკოს აქვს ფერები, ასევე ტუბსაც აქვს ფერები და ზუსტად აი ეს ორგანიზების ერთ-ერთი მეთოდი არის და გვიმარტივებს ამ ყველაფერს. არსებობს ფერები, სხვადასხვა სტანდარტი, ეს ძირითადად არის ამერიკული სტანდარტი, ევროპული, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღეს ფაქტობრივად მით უფრო მაგალითად ჩვენთან საქართველოში ძირითადად შეხვდებით ამერიკული სტანდარტით გამოყენებულ ფერებს. ეს არის 12 ძირითადი ფერი, ეს ეხება როგორც მინა ბოჭკოს, თვითონ ბოჭკოს ფერს, ასევე ანუ გარსი ვიცად დაფარული თვითონ უშუალოდ მინა ბოჭკო, ასევე ტუბის ფერებსაც, ანუ ერთნაირი ფერები არის ყოველთვის, თუ ერთი სტანდარტით გამოვიყენებთ, როგორც ბოჭკოში, ასევე ტუბშიც არის ყოველთვის ერთი და იგივე ფერები. ეს არის აი ეს 12 ფერი, რომელიც არის მარცხენა მხარეს ამერიკული სტანდარტი და მარჯვენა მხარეს ევროპული სტანდარტი, მაგრამ როგორც გითხარით, ძირითადად ხვდებით მაინც უფრო ყველაზე გავრცელებული არის ამერიკული სტანდარტი. ლურჯი ფერიდან იწყება და ცის ფერამდე ჩამოდის ეს 12 ფერი და თუ თქვათ გვაქვს ერთ ტუბში გვიწევს უკვე არა 12 წვერის, არა უფრო მეტი ესეთი კაბელი გვაქვს, 24 წვერიანი მაქსიმუმი ერთ ტუბშიაც შეიძლება მინა ბოჭკო იყოს. ამ შემთხვევაში ამ ფერებს ემატება შავი ზოლი უბრალოდ გარჩევადობისთვის და მაგალითად მე-13 პირველი თუ არის ლურჯი ფერი, უკვე მე-13 კაბელი იქნება ნუმერაციით, იქნება ლურჯით შავი ზოლით. ერთი ესეთი ნიუანსი არის, როდესაც არის შავი, მაგალითად მე-20 ნომერს თუ ნახავთ, თვითონ ის ბოჭკო სტანდარტულ შემთხვევაში არის შავი ფერის და შესაბამისად შავზე შავი აღარ გამოვიდა და ამიტომ გააკეთეს ყვითელი ფერი, ანუ ზოლი მხოლოდ ერთ წვერს ექნება ერთ ბოჭკოს ექნება უკვე ყვითელი ზოლი, ანუ მე-20 ფერი. როგორც წესი, ერთ ტუბში 24 მინა ბოჭკო არის იშვიათი შემთხვევა, თუმცა არის ესეთი სადენებიც, ძირითადად შემთხვევაში ეს ყოველთვის არის მაქსიმუმ 40, ისა მაქსიმუმ 12. მერე უკვე ხდება ტუბების გადამრავლება, ასე ვთქვათ, და ნუ შეიძლება იყოს 12 ტუბი და 12 ტუბში იყოს 12 მინა ბოჭკო, ანუ 154 კაბელი, მაგრამ თუ თქვათ 24-იანი იქნება, შეიძლება იყოს 24 ტუბი და თითოში 24 კაბელი. საკმაოდ დიდი ზომის არის ესეთი კაბელები და უფრო რა თქმა უნდა გააჩნია გადანიშნულებით გამოიყენება. მაგრამ ძირითადად მაინც შეხვდებით 12 ფერიან სადენებს. ამიტომ ესიც კარგი იქნება, როდესაც პროექტს ვაკეთებთ, ამ ფერებს რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ ორგანიზებისთვის, ეს არის ძალიან კარგი და აუცილებელი მეთოდოლოგია, რომ ეს გამოვიყენოთ. რაც შეეხება უკვე უშუალოდ მას სადენს, რა თქმა უნდა, მინა ბოჭკოთი და ტუბით არ შემოიფარგლება ოპტიკური კაბელი, მას აქვს ძალიან სხვა მრავალი კომპონენტი და აი სურათს უბრალოდ იმუშა სახით არის გამოტანილი რამდენიმე, თუმცა აი ну, არ ვიცი, იმდენი რა ისეთი ტიპის კაბელები შეიძლება შეგხვდეთ და ნახოთ, რომ ну, აი ვერა ეს საერთოდ რა თქმა უნდა ყველას ვერ აღწევთ. თუმცა არის ძირითადი რაღაც რამდენიმე კომპონენტი, რომელიც ყველა კაბელს გააჩნია. პირველი ეს არის დამცავი და ჯავშნის ელემენტები, რომელიც კაბელს იცავს გარე დაზიანებებისგან, ეს მექანიკური დაზიანებები შეიძლება ითქვას. გარე გარსი ეს ძირითადად შემთხვევაში არის პოლიეთილენი ან LSZ-ხაში, რომელიც ანუ სპეციფიკას მოთხოვნები თუ არის, რომ ნაკლები კვამლი და მომწამლავი ნივთიერებისგან იყოს აქცივება ნაკლები გამოყოს ესეთმა ნივთიერებებმა. ესეთი ტიპის გარსი გააჩნია, სხვადასხვა ფერის, ან ძირითადად შემთხვევაში გარე გამოყენების კაბელებს აქვს შავი ფერის არის, იმიტომ რომ ультраისფერი გამოსხივებისგან იყოს დაცული. რაც შეეხება შიდა კაბელებს, აი ეგეწოდებული დროპ კაბელებს თუ ნახავთ, ან პაჭკორდებს, იქ სხვადასხვა ფერის არის, პაჭკორდებში ძირითადად გამოიყენება ყვითელი, თუმცა მალტიმოულში და სინგმოულში ფერებითაც შეიძლება განსხვავდებოდეს გარი გარსი და ასევე თეთრ კაბელებს იყენებენ სუფთა ინტერიერისთვის, რომ შენობაში, იმიტომ რომ შავი კაბელი შეიძლება ცოტა მოუხერხებელი იყოს ვიზუალურად, თეთრი გარსი შეიძლება იყოს. სადენს ასევე სიმტკიცისთვის დაცვისთვის უბრალოდ და ჯავშნისთვის შეიძლება ქონდეს ალუმინის ლენტი,
აი როგორც არის მაგალითად ქვედა კაბელზე გამოსახული თეთრი ფერის ეს ალუმინის ლენტი ასევე და შეიძლება იყოს გოფრირებული ფოლადის აი შუა კაბელს როგორც აღმომწვანო ფერის ესეთი კაბელები გამოიყენება მაგალითად მღრღნელებისგან დაცვისთვის ან მიწაში თუ იდება მაგალითად დაწოლაზე რომ ზემოდან დაწოლა ქონდეს ესეთი რა ქვია ნაკლები რომ მიწის დაყრის შემთხვევაში ეს კაბელი არ შეიკუმშოს და არ მოხდეს მასზე ზეწოლა და ბოჭკოების დაზიანება ესეთი ტიპის კაბელები ასევე შეიძლება იყოს ლითონის ბაგირები ანუ გარედან მთლიანად ეს კაბელი იყოს დაცმული ეგრეთ წოდებული ტროსა ლითონის ბაგირი განსაკუთრებით ესეთი კაბელები გამოიყენება მიწაში პირდაპირ ჩასადებად ან ზღვაში ზღვის კაბელები თუ მოძებნით და ნახავთ ინტერნეტში ნახავთ რომ შეზომა ძალიან დიდი არის და გარედან არის მთლიანად დაჯავშნული ეს იმიტომ რომ მასე დაწოლა ერთის მხრივ წყლის წნევა იმიტომ რომ ამდენიმე ასეულ მეტრზე და შეიძლება უფრო მეტზეც კილომეტრზეც იდებოდეს ესეთი წყლის კაბელები როდესაც ოკეანეში ხდება კონტინენტების დაკავშირება და ასევე მასზე რაღაცა მექანიკური დაზიანება თქვა დაეცა ასე შემდგომ სხვადასხვა დაზიანებებიც կարող იყოს დაცული ბაგირები აქვს და ასევე ჰაერში გაჭიმისთვის გამოიყენება ამ სინტეზის ელემენტები რაც შეეხება იმიტომ რომ ხშირად კაბელებს ვიყენებთ ჰაერში და მასზე ძალიან საკმაოდ დიდი დაწოლა ერთი თავის წონა აქვს მეორე მაგალითად ნალექის შემთხვევაში თოვლი შეიძლება დაედოს და დამძიმდეს კაბელი ასევე ქარის შემთხვევაში მასზე იზრდება და დატვირთვები და შესაბამისად კაბელს იზრდება საკმაოდ სიმტკიცე გამოიყენება არამიდის ძაფები ამისთვის, აი მოყვითალო ფერის რომელიც არის, მინოაბოჭკოვანი ძაფები გამოიყენება შედარებით აი მონაცრისფრო თეთრი ფერი შეიძლება შეგხვდეთ და ასევე გამოიყენება უკვე გამაძლიერებელი ეგრეთ წოდებული FRP ღეროები მინის ბოჭკოსგან დამზადებული გაძლიერებული ბოჭკო ესეთი პლასმასი შეიძლება ვთქვათ, რომელიც შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ძალოვანი ცენტრალური ძალოვანი სახით იყოს წარმოდგენილი, ან ცენტრში იყოს და მის ირგვლივ იყოს ეს ტუბები დახვეული, ან შეიძლება იყოს, ვთქვათ, ნაპირებში რამდენიმე ორი ცალი არის ხოლმე ამ სიმტკიცისთვის, რომელთაც ხდება შეიძლება კაბელის დამაგრება მოხდეს საკომუნიკაციო ყუთებში, ან ზოგადად უზრუნველყოფს ვთქვათ ეს ესეთი დეტალების სიმტკიცეს. და გარდა ამისა, კიდევ ფოლადის მავთული შეიძლება შევხვდეს, აი როგორც ქვედა სურათზე არის ჰაერში გაჩენისთვის წარმოდგენილი. თუმცა აი დეტალები სრულად პლასმასი იქნება, ლითონის დეტალებიც იქნება, თუ არა ეს ის დამოკიდებული არის კაბელის ტიპებზე, არსებობს ეგრეთ წოდებული ADSS ტიპის კაბელები, რომელიც ელექტრულ კაბელებს მიეკუთვნება და მასში ლითონის დეტალი საერთოდ არ არის და ესეთი კაბელები განსაკუთრებით გამოიყენება, როდესაც ელექტროგადამცემ ხაზებზე ვაკეთებთ, რომ იქ ნაკლები იყოს ამ ლითონის დეტალებზე ელექტროსტატიკური მუხტის მოხვედრის საშიშროება და შესაბამისად უსაფრთხოების არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საკმაოდ პოპულარულია მათ შორის საქართველოში ეგრეთ წოდებული ADSS ტიპის კაბელები. ანუ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ კაბელის შერჩევა ეს არის ცალკე რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი იმისთვის რა გარემო პირობებში ვიყენებთ და რისთვის ვიყენებთ და მეორე კაბელის აი ეს გამძლეობა, რომელიც ნიუტონ მეტრებში ითვლება, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი სახაერო კაბელისთვის, რადაც შეიძლება გაუძლოს კაბელმა, ამის სპეციალური მეთოდოლოგია არსებობს და სპეციალური ფორმულებით იხდება ამის დათვლა და ყოველთვის პროექტის შედგენის დროს ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. რაც შეეხება კიდევ ერთ ტერმინს, შეიძლება ჩვენ ვახსენეთ multi-mode და single-mode ტიპის კაბელები და არსებობს ესეთი კიდევ ერთ ტერმინები მაშინ ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელებში ეს არის simplex და duplex და ხშირად ხდება ხოლმე რაღაც ესე თქვათ შეიძლება ადამიანის რაღაც მცირე შეცდომაში შეყვანას მოხდეს რომ simplex მაგალითად შეიძლება თქვას single mode და ასე შემდგომ რა უნდა ძალიან მარტივად ეს საქმეს simplex და duplex single mode და multi mode ეს არის ბოჭკოს ტიპი და simplex და duplex ეს არის ინფორმაციის გადაცემის მეთოდოლოგია ხო simplex-ის შემთხვევაში ერთის ბოჭკოთი ხდება ინფორმაციის გადაცემა ანუ ერთ ბოჭკოში ხდება როგორც ინფორმაციის გადაცემა ასევე მიღება და სხვადასხვა წყალღის სიგრძეზე ხდება ეს ყველაფერი. ნუ ყველაზე მარტივი და ესეთ გავრცელებული არის 8300
10 ნანომეტრზე ხდება მაგალითად ინფორმაციის გადაცემა და 1550 ნანომეტრზე მიღება. ნუ ეს არის ესე ვთქვათ ერთი მხრისთვის, ხო? მეორე მხრისთვის ეს ხდება პირიქით. ანუ ერთი მხარე თუ გადაცემს 1310 ნანომეტრზე ინფორმაციას, მეორე მხარემ უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია ამაზე. ანუ ერთისთვის გადაცემი იქნება, მეორეთვის მიმღები. და პირიქით ერთისთვის თუ იქნება გადაცემი 1550, მეორესთვის იქნება 1000 მიმღები იგივე სიხშირე, იგივე ტალღის სიგრძე. ანუ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი ბოჭკოთი გადავცეთ ეს ინფორმაცია. გარდა მაგისა არის დუპლექს ტექნოლოგია, როდესაც ორი ხაზით ხდება გადაცემა, ანუ ერთი ბოჭკოთი ხდება გადაცემა ერთ ტალღის სიგრძეზე და მიღება ხდება მეორე ბოჭკოთი უკვე სხვა ტალღის სიგრძეზე, ან იგივე ტალღის სიგრძეზე. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ამ შეგვიძლია დუპლექს შემთხვევაში გამოვიყენოთ ერთ ბოჭკოზე ერთი და იგივე ტალღის სიგრძე თითოეულ ბოჭკოზე, ან გამოვიყენოთ განსხვავებულ, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ გადამცემი და მიმღები უკვე ცალ-ცალკე უყურებენ და შესაძლოა ამ შემთხვევაში ვერ მოხდება, ხო? ანუ თუ ერთ ბოჭკოში იგივე სიხშირეზე შევეცდებით გადაცემას და მიღებას, ნუ ფიზიკურად ვერ შეძლოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ორივე გადამცემი და მიმღები ხელს შეუშლიან. ხო, ეხლა რატო უნდა გამოვიყენოთ მაგალითად ორიანი დუპლექსი თუ შეგვიძლია გადავცეთ ორი სადენი ორი ბოჭკო უნდა გამოვიყენოთ, როდესაც შეგვიძლია გადავცეთ ერთში. ძალიან დიდ შემთხვევაში მართლაც სიმპლექს ტექნოლოგიას იყენებენ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ანუ ზოგავთ ბოჭკოს რაოდენობას, თუმცა არის ტექნოლოგიები, მაგალითად DVD-ემის, CD-ემის ტექნოლოგიები, სადაც ვერ გამოვიყენებთ სიმპლექს, იმიტომ რომ დუპლექს უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად და ასევე მაგალითად multi-mode როცა ვახსენეთ, იქაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ multi-mode-ის შემთხვევაში დუპლექს ტექნოლოგია, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ იქ სხივების გადანა ის ხდება, რა ქვია, ერთ სხივის ფაქტობრივად მრავალი სხივის წარმოქმნა ხდება და ეს სხივები ამ სხივებთან ერთმანეთს გადამცემა და მიღებება ხელი არ შეუშალონ, ამიტომ იყენებენ დუპლექს ტექნოლოგიას. ანუ ეს არის ფაქტობრივად ორი რაღაცა ესეთი ვერბალურად მსგავს მიახლოებული ტერმინები, თუმცა პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანი multi-mode და single mode არის ბოჭკოს ტიპები და simplex და duplex არის შესაბამისად გადაცემის ინფორმაციის გადაცემის ტექნოლოგიები. და შემდგომშიც რაც შეეხება გექნებათ აუცილებლად ამ ყველაფერსაც შეგიძლიათ უნდა დააკვირდეთ და აუცილებლად გამოგადგებათ ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ტალღის სიგრძეს, რომელიც ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელებში გამოიყენება, სხვადასხვა დიაპაზონებად არის დაყოფილი. single mode-ის შემთხვევაში ეს ძირითადად არის მაგალითად 1260-დან 1275 ნანომეტრამდე სხვადასხვა დიაპაზონი არის და როგორც ნახეთ, იქ სხვადასხვა ტიპის ბოჭკოს შემთხვევაში შეიძლება ოპტიმიზირებული იყოს სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე. ყველაზე პოპულარული ტალღის სიგრძები ეს არის multi-mode-ის შემთხვევაში გვაქვს 850 ნანომეტრი, თუმცა ასევე multi-mode-ის შემთხვევაში შეიძლება იყოს 1310 ნანომეტრი. single mode-ში არის ძალიან პოპულარული, ესე ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული 1310 და 1550 ნანომეტრი. ასევე single mode-ში არის შეგვხვდება სხვადასხვა მაგალითად PON ტექნოლოგიაში, ასევე გამოიყენება 1480 ნანომეტრის ტალღის სიგრძე. ეს თუ ძალიან დიდ მანძილებს ვეხებით, როგორც ვახსენეთ, ვთქვათ, ათეული და შეიძლება 100 კილომეტრზე ოპტიკურ ბოჭკოს მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბოჭკოს მიხედვით ბოჭკო იყოს შერჩეული, თუმცა აი ძირითად შემთხვევაში და რეალობაში რაც ჩვენ შეიძლება შევხვდეს, ერთ-ერთი პოპულარული არის ეს 1310 და 1550 ნანომეტრები, რომელიც გამოიყენება როგორც simplex ტიპში, ანუ ერთი ბოჭკოში გადაცემის შემთხვევაში, ასევე duplex-ში, სამ შესაბამისად შეგვიძლია ორივე შემთხვევაში გამოვიყენოთ. და PON ტექნოლოგიასთან თუ გექნებათ შეხება, იქ აუცილებლად 1490 ნანომეტრსაც შეხვდებით. რაც შეეხება თვითონ აქტიურ ნაწილს, პირველი და მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის SFP მოდული. SFP მოდულიც არის ძალიან ბევრი ტიპის. ერთი რომ მაგალითად თავსებადი უნდა იყოს multi-mode იქნება თუ single mode ტიპის ბოჭკო და ჩვენ ვახსენეთ რომ ზუსტად SFP მოდული განსაზღვრავს ამ შემთხვევაში რა გრადუსით მოხდება ლაზერულ სხივის გავრცელება უკვე უშუალოდ დაწყება გავრცელების დაწყება ბოჭკოში და მასზე არის დამოკიდებული ეს ყველაფერი და ეს ახდენს უკვე შემდგომ ფორმირებას, რომ ისეთი კუთხით არ უნდა მოხდეს გასხივება, რომ კრიტიკული გარდატეხის კრიტიკული კუთხე არ იყოს დაცული და შესაბამისად არ მოხდეს სხივის გაბნევა.
გარდა მაგისა, ესები მოდულები არის განსხვავებული, მაგალითად, გადაცემის სიჩქარით შეიძლება შეგხვდეთ 100 მეგაბიტიანი, გიგაბიტიანი, 10 გიგაბიტიანი და შეიძლება 40-იანი, 100-იანი და ასე შემდგომ, ან სხვადასხვა ტიპის SF მოდულები და როგორც ვახსენე, ასევე სიმპლექსი და დუპლექსი, ანუ შეიძლება იყოს SF მოდული, რომელიც მხოლოდ განკუთვნილი არის ერთის ბოჭკოსთვის და ასევე განკუთვნილი არის ორი ბოჭკოს, ანუ დუპლექს ტიპისთვის და ანუ ცალკე საკითხი არის კიდე CVDM და DVDM ტექნოლოგიები, რომელიც პრინციპულად ცოტა განსხვავებული არის სტანდარტული, ესე ვთქვათ, ის რა ტექნოლოგიები, ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგიები, რომელსაც ესე ხშირად ხვდებით და სტანდარტულ სვიჩებში და რაუტერებში მაგალითად შეიძლება შევხვდეს. ეს მოკლე ინფორმაცია, რაც შეიძლება ამ დროის განმავლობაში მომეწოდებია ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელზე. რა თქმა უნდა, ეს სფერო არის ძალიან დიდი და ერთ ვებინარში ამას ვერ ჩავტევთ და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს პატარ-პატარა კონკრეტულ საკითხებზე თქვენგანაც თუ გვექნება ესეთ დაინტერესება, რა გაინტერესებს იმ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გავააქტიურდებით. გარდა მაგისა, მოგეხსენება, რომ ჩვენ ვებინარების გარდა გვაქვს ეგ ტრეინინგები. ამ ეტაპზე გვაქვს ვიდეო სამწყრო სისტემის ტრეინინგი, ენერგოუზრუნველყოფის და ელექტრობის ზოგადი ტრეინინგი გვაქვს და მიკროტიკის ტრეინინგები. და უახლოეს მომავალში გეგმავთ, რომ ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელებზე გავაკეთოთ საკმაოდ ესეთი კარგი და სრულფასოვანი ტრეინინგი. დაწყებული არის ამაზე მუშაობა სხვადასხვა ესე ვთქვათ, პროცედურულ საკითხები არის შეიძლება ითქვას. ალბათ სადღაც სექტემბერი-ოქტომბრისთვის გვექნება უკვე ყველაფერი მზად და შეგვიძლია შემოგთავაზოთ, მაგრამ სანამ ეს ოქტომბრი და მადგება, დღევანდელი ვებინარის დამსწრებისთვის თუ გექნებათ ინტერესი, ეს რა თქმა უნდა არანაირ ვალდებულებას არ მოითხოვს, აუცილებლად უნდა დაესწროთ ვებინარს, შეიძლება ვებინარს, იმას ტრეინინგს, შეგიძლიათ გამოხატოთ წინასწარი ინტერესი და მიიღებთ 7 აგვისტომდე ვინც დარეგისტრირდება, ჩვენ საიტზე ეს არის academy.intercom.net, სადაც არის ჩვენი ტრეინინგების შესახებ ინფორმაცია გავრცელებული, მიიღებთ ახლობით 30%-იან ფასდაკლებას, ანუ 1200 ლარი სტანდარტული ფასის, მაგალითად იქნება 840 ლარი. ეს მხოლოდ ინტერესის გამოხატვა არის და ამის კიდევ ერთხელ ვამბობ, რანაირ ვალდებულებას არ მოიცავს, უბრალოდ შემდგომ დაგიკავშირდებით ამასთან დაკავშირებით ამ ტრეინინგი, როდესაც იქნება უკვე თარიღის ყველაფერი ცნობილი, ინფორმაციას მოგაწვდით და ეს ფასდაკლება უკვე რა თქმა უნდა მაშინ იმოქმედებს, თუ თქვენ იქნებით უკვე რეგისტრირებული. რაც შეეხება დღევანდელი ვებინარის ჩანაწერი, რამდენიმე დღეში დაიდება YouTube არხზე და ამის შესახებ ინფორმაციასაც მოგაწვდით. და ეხლა გადავიდეთ კითხვა-პასუხზე, ანუ ჩატში შეგიძლიათ დასვათ კითხვები და მე შევეცდები, რომ გიპასუხოთ, საკმაოდ აქტიურობა არის. თქვენს მიერ გამოგზავნილი სკრინი არ ჩანს, თორნიკე იწერებოდა და ჩანდა? ვებინარის ჩანაწერი სად შეიძლება ნახოთ ჩვენს YouTube არხზე, ყველა ვებინარის ჩანაწერი, ჩვენს ვებგვერდზეც არის განთავსებული intercom.net-ზე სპეციალურად განყოფილება ვებინარები და შეგიძლიათ იქნაც გადახვიდეთ ამ პირდაპირ YouTube არხზე შეხვიდეთ ჩვენთან. თორნიკე იწერება, სკრინი არ ჩანსო და ვერ მივხვდი სკრინი არ ჩანს თორნიკე. უკაცრავად პრეზენტაციის ფაილი რო გაგვიზიაროთ, რამდენად არის შესაძლებელი. პრეზენტაციის ფაილს ვერ გაგიზიარეთ, ვიდეო ჩანაწერი შეგეძლებათ ხვალ მაქსიმუმ უკვე დაიდება YouTube არხზე და შეგიძლიათ იქ ნახოთ, თუ დაგაინტერესებთ კვლავ. single mode კაბელის დავითი კითხულობს, single mode კაბელის მოხრა არის შესაძლებელი? სინათლის სხივის ტრაფიკაცია. კი, single mode კაბელის მოხრა არის შესაძლებელი, თუმცა ყველა კაბელის დოკუმენტაციაში აქვს მითითებული, რამდენი გრადუსით არის შესაძლებელი მისი მოხრა და აუცილებლად ის უნდა დავიცვათ. კი. კიდევ ხომ არ არის კითხვები, ჩატში შეგიძლიათ დაწეროთ. თორნიკე კითხულობს ასევე, რომ სახლიდან პარკში მინდა გავიყვანო ქსელი, რომ ხალხს კონდეს ინტერნეტი Wi-Fi-ის მეშვეობით და რა დამჭირდება. თუ ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელის გაყვანას გულისხმობთ, რამდენიმე კომპონენტი დაგჭირდება, შეიძლება ეს იყოს მედია კონვერტორები ერთ და მეორე მხარეში,
შეიძლება იყოს ოპტიკური სვიჩი ერთ მხარეს სახლში და მეორე მხარეს პარკში და შემდგომ მოხდება Wi-Fi-ით უკვე ამ სვიჩიდან გავრცელება. ანუ სხვადასხვა გადაწყვეტები შეიძლება განახორციელოთ, შეიძლება ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი საერთოდ არ გამოიყენოთ და პირდაპირ სახლთან პარკში Wi-Fi ეგრეთ წოდებული ლინკით გადასცეთ, წერტილი კავშირით, რა ვიცი. ყველანაირი საშუალება გვაქვს თორნიკე და შეიძლება გვეწიოთ ოფისში და ჩვენ შოურუმში ეს ყველაფერი არის განთავსებული, რა თქმა უნდა, ჩვენი ინჟინრები გაგიწევენ სრულფასოვან კონსულტაციას ამასთან დაკავშირებით, როგორც გადაცემასთან დაკავშირებით, ასევე უშუალოდ პარკში გავრცელებასთან დაკავშირებით, ასე რომ ამ მიმართულებით სულად თამამად შეგვიძლია ყველაფერზე დაგცეთ პასუხი. რომელი ტიპი უფრო სწრაფი და სადაც ინფორმაციის ერთნაირად მიდის თუ სადმე იშლება. როგორც მოგახსენეთ ქალბატონო ეკატერინე, დღეს ინფორმაციის მთავარი გადაცემა ხდება მაინც გამოიყენება ეს არის single mode ტიპის კაბელი, რომელიცაც ინფორმაცია შეგვიძლია გადავცეთ რამდენიმე ათეულ, ასეულ კილომეტრზე, 100-200 კილომეტრზე შესაძლებელია. შემდგომ გამაძლიერებლების გამოყენება შეიძლება, მაგალითად, როდესაც არსებობს პასიური და აქტიური გამაძლიერებლები, როგორიცაც მაგალითად წყლის ქვეშ იყენებენ ოკეანეში და ასე შემდგომ. რაც შეეხება multi-mode კაბელის შემთხვევაში, კვლავ გამეორებული ეს არის მხოლოდ მცირე მანძილი, მაქსიმუმ 2-3 კილომეტრი, მაგრამ ძირითადად პრაქტიკაში გამოიყენება მხოლოდ შენობების შიგნით, დატა ცენტრებში და ასე შემდგომ. ამ ინფორმაციის გადაცემა თუ გვინდა, უფრო დიდ მანძილებზე ვიყენებთ მხოლოდ single mode ტიპის კაბელებს, ну, აქ ქვეტიპები გააჩნია, ეხლა ძალიან დიდი განსხვავება, მნიშვნელობა შეიძლება ჩვენ კონკრეტულ პროექტში არ გქონდეს, მაგრამ, ну, ზოგადად არსებობს ქვეტიპებშიც განსხვავება. შესაბამისად, სისწრაფე დამოკიდებული არის გადაცემის გადამცემებზე არის მათ შორის უკვე რა კავშირი უნდა შედგეს, ეს იქნება 10 მეგაბიტი, 100 მეგაბიტი, გიგაბიტი, 10, 40 თუ 100 მეგაბიტი, ასევე შესაძლებელია CVDM და DVDM ტექნოლოგიებით, შეიძლება ტერაბიტამდეც კი ავიდეს ერთ ბოჭკოში ინფორმაციის გატარების საშუალება. მიაღ გისმენთ კიდევ თუ არის კითხვები? თორნიკე გვეკითხება კვლავ ორი მედია კონვერტორი და როუტერი საკმარისი იქნება ბათუმში ვარ. კი, შესაძლებელი იქნება, ფაქტობრივად საკმარისი იქნება. მეორე მხარეს შეგიძლიათ პირდაპირ მიაერთოთ Wi-Fi დაშვების წერტილი, თუ მედია კონვერტორის აიღებთ პირდაპირ შეგიძლიათ. ამასთან სულს როგორც ბანკში აქვს ტომისათვის რეკლამა ნახოთ. ხო, თორნიკე ახლა ჩვენ უკვე ცოტა სხვა საკითხს ვეხებით, ეს არის Wi-Fi hotspot-ი საკითხი. დამიტოვეთ, თქვენი ტელეფონი პრინციპში ჩვენთან არის რეგისტრირებული და გადავწევთ ქსელის ინჟინერებს და ამ საკითხზე დაგიკავშირდებიან და სრულფასოვან კონსულტაციას, ინფორმაციას მოგაწვენ, კონსულტაციას შეგიძლიათ უკვე მათთან გაიაროთ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხი არის, როგორ მოვაწყოთ hotspot-ი Wi-Fi-ზე და ასე შემდგომ. არის კიდევ კითხვები თუ გადავიდეთ უკვე გათამაშებაზე? მე მგონი აღარ არის კითხვები და გავათამაშოთ. დღეს გათამაშდება Visual Laser Source-ი, ეს არის Grandways ბრენდის, რომელიც გამოიყენება ოპტიკურ ბოჭკოვან სადენში, ანუ ბოჭკოს შესამოწმებლად ვიზუალურად წითელი სხივი გადის 1.50 ნანომეტრზე მუშაობს და მეორე მხარეს შეგიძლიათ ვიზუალურად ნახოთ ეს ბოჭკო დაზიანებული არის ხო, რომ სხივი გავიდა თუ არა. ასევე ძალიან საინტერესო არის აი დაკვირვება იმის, რომ ბოჭკოს მოხრის შემთხვევაში როგორ ხდება სხივის გაფანტვა, აი ამ მეთოდით ამ მოწყობილობის გამოყენებით ძალიან ესეთ მარტივი არის ამ ექსპერიმენტის ჩატარება და ასე შემდგომ. მოკლედ მოვემზადოთ, ძალიან მარტივი კითხვა არის, რამდენჯერმე პასუხი მე თვითონ უკვე გავიმეორე ვებინარის დროს, ასე რომ ჩატში როგორც მოგახსენეთ, ჩატი გქონდეთ ღია რეჟიმში, რომ ყველამ დაინახოს თქვენი მიერ და ჩატ ლინკი რო დაგიტოვოთ, კი ბატონო, დაგიტოვოთ. მოდით ესე მოვიქცევი, მეილზე მოგწერთ ყველა მონაწილეს მეილზე გამოგიგზავნით ამ ლინკს ვიდეო ჩანაწერის ბურმულთან ერთად და იქიდან უფრო სწრაფად და ადვილად გადახვალთ ჩვენს ვებგვერდზე და ესე ჯობია ვიდრე ჩატიდან გადახვიდეთ. კარგით, მოვემზადოთ კითხვისთვის, ჩატი გქონდეთ ღია რეჟიმში, რომ ყველამ დაინახოთ თქვენი პასუხი და კითხვა მომდგომარეობს შემდგომში. რამდენი მიკრომეტრია გარსის დიამეტრი ერთმოდიან და მრავალმოდიან ოპტიკურ ბოჭკოში? ძალიან სწრაფად დაწერა ამირანმა, ამირან გილოცავ.
125 მიკრომეტრი არის, დიახ, როგორც მოგახსენეთ, როგორც ერთმოდიანი და ასევე მრავალმოდიანი კაბელის დიამეტრი არის ერთი და იგივე 125 მიკრომეტრი. ამირან ჩვენი ოფისი კი იცით და როცა გნებავთ მოგბრძანდით და გადმოგეცემათ თქვენი visual laser source-ი. პარასკევი, ორშაბათ პარასკევი 10 საათიდან 18 საათამდე. ნებისმიერი კითხვა, რაც გიქ ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, ესეთი აქტიურები იყავით და დაესწარით ჩვენს ვებინარს. ნებისმიერი კითხვა, რაც გაგიჩნდებათ, არა მარტო ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელთან დაკავშირებით, შეგვიძლიათ დაგვისვათ, მოგწეროთ, გვესტუმროთ ჩვენს ოფისში, შოურუმში და მზად ვართ, რომ ყველანაირ პასუხს, ყველაფერს უპასუხოთ. თორნიკე თქვენ რაც შეგეხებათ, აი ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად ხვალ ჩვენი ინჟინერები დაკავშირდებიან და დეტალურად მათთან გაიარეთ ეს კონსულტაცია. თომა პირველიო, ვიღაცა იწერება უფრო სწორად, ავსკროლო, არ შემეშალოს. ჩემთან ამირანს აჩვენებს 9:59 წუთს. არა, ჩემთან ამირანი ჩანს უკაცრავად. დასკრინულს მე გამოგიგზავნით ამ იმას, რა ქვია. ყველას ინფორმაციას, იმიტომ რომ ნამდვილად ამირანი არის ჩემთან პირველი. ამირანის პოსტი არ ჩანსო. კი ბატონო, ამირანს აქვს ჩართული მხოლოდ ჰოსტთან გამოგზავნის ფუნქცია. ამიტომ მე რამდენჯერმე გაგაფრთხილეთ, იყო სპეციალურად აი ესეთი გაუგებრობა არ მომხდარიყო. ამიტომ სრულიად სამართლიანად თომა იქნება გამოვლენილი გამარჯვებულად. იმიტომ რომ დაითვალისწინა ის წესები, რომელიც მე ვთქვი და არ გაითვალისწინა და აკვირდა. ამიტომ დიახ თომა კი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამირანის პასუხი უფრო მალე მოვიდა, მას მხოლოდ ჰოსტთან და პანელისტებთან ჰქონდა ეს პასუხი გამოგზავნილი. ამიტომ ჩვენ ადრეს ჰქონდა ესეთი შემთხვევა და ამიტომ ცუდად გავითვალისწინეთ და ესე ყოველთვის ვამბობ, რომ ყურადღება მიაქციეთ ამას და თომა გილოცავთ. თომა შეგიძლია გვესტუმრო ინტელკომ ჯგუფის ოფისში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 18 საათამდე. დიღმის მასივში ტერევერკოს 42 ნომერში. ჩვენ საიტზე არის მითითებული როგორც Google Maps-ის ლინკი, ასევე საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის, თუ რამე კითხვები გექნება, შეგიძლიათ დაგვიკავშიროთ. დიდი მადლობა. მოკლედ ჩანაწერი დაიდება ჩვენს ვებგვერდზე და ჩვენს YouTube არხზე და ინფორმაციას მოგაყვით ამის შესახებ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ ვებინარამდე, რომელიც დიდი ალბათობით ორ კვირაში შედგება ხუთშაბათ დღეს 16 საათზე. თემა ჯერ არ ვიცით და კარგი იქნება თქვენგანაც თუ მივიღებთ ესეთ ვთქვათ, მეილის საშუალებით მაგალითად ყველაზე მოსახერხებელი იქნება ან YouTube-ის კომენტარებში, რომ რა საკითხები გაინტერესებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.